დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, თქვენი აზრების დაფიქსირებისთვის, იდეებისთვის. მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. თქვენთან მოვიდი ახლა ესეთი თემით. მოდი გავარკვიოთ ახლა, თუ კი თქვენი პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა ახლა თქვენ რა პოზიცია გიკავიათ, თუ კი თქვენი პარტნიორი იმყოფება სხვაგან. ანუ მეორე პარტნიორთან, მეორე მხარეს. მოდი ახლა გავარკვიოთ. დატოვებს თუ არა თქვენი პარტნიორი მეორე მხარეს. დასხედით, მოეწყოთ, განეწყოთ, ჩაიფიქრეთ ადამიანი და დავიწყებთ თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა ჩემო ძვირფასებო. ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ. წერტილი და სიო ამბობთ. თუმცა სიყვარული გაქვთ. მეგობრებო, მოდი ახლა ამას ვიტყოდი. აქ მე მაჩვენებს თქვენი პარტნიორის ენერგიებს, ჩემო მეგობრებო. ამიტომ გადავერთვები ახლა თქვენი პარტნიორის ენერგიებზე და აქ ვხედავ რას? ვხედავ იმას, რომ ამ ადამიანმა რაღაცა წერტილი დაუსვა. ან უნდა დაუსვას წერტილი და ამ ადამიანს თუმცა აქვს ენერგიებში სიყვარული და ამ ადამიანს ემოცია აქვს, მაგრამ ეს ადამიანი იმყოფება თქვენგან შორს, წასულია. რა ენერგიებში იმყოფება ახლა ის? გამარჯვების ენერგიებში იმყოფება, მოსვლის ენერგიებში იმყოფება და პაუზებში მეგობრებო. ამავდროულად პაუზებში. დაპაუზებულია თქვენი პარტნიორი. მოსვლა უნდა გამარჯვებით, მაგრამ დაპაუზებულია. თუმცა რაღაც სიახლეების დაწყებას აპირებს, იმიტომ რომ დანაკარგებშია, რა ენერგიებში იმყოფება კიდევ. ფინანსურ პრობლემებში იმყოფება თქვენი პარტნიორი და თქვენ მას ელოდებით. მან იცის, რომ თქვენ მას ელოდებით. მას ელოდება ვიღაცა, მან იცის, რომ მას ელოდება ვიღაც ქალბატონი. ამ ქალბატონს უყურებს. ქალი, რომელიც მას ელოდება და თვითონ შორიდან უყურებს. რომელ ქალთანაც აქვს მიჯაჭვულობა. ქალთან, რომელიც არის სექსუალური და ქალთან, რომელთანაც აქვს მეგობრებო ფარული ურთიერთობა. ფარულად უყვარს და ასევე კიდევ ის, რომ მუხჩახრილი შრომობს თავისი ოცნებებისთვის, რა ენერგიებში იმყოფება და სტაბილურობისთვის იბრძვის მეგობრებო, მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი ტყუილი. მოკლედ, თუ კი ემთხვევა თქვენს ამ უცნაურ, რაღაცნაირად უცნაურ დახასიათებას და ენერგიებს, ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენი პარტნიორი მეგობრებო, თქვენით დავიწყე, მაგრამ კარტმა მისი მაჩვენაა. თქვენი პარტნიორის, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს მეგობარიც მეგობრებო, თუნდაც დაქალი ან ძმაკაცი, როგორც ჩვენ ვეძახით. კარგით, დავიწყოთ ახლა. დატოვებს თუ არა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეორე მხარეს. შეიძლება მშობლებიც იყოს, არ ვიცით, მეორე მხარე დავარქვათ. დატოვებს თუ არა? მიჯაჭვულობა. ეს თქვენ ხართ. ამ ადამიანს თქვენთან აქვს მიჯაჭვულობა. როდესაც პირველი ქალის კარტი, მანდილოსანის კარტი ამოდის, მეგობრებო, ეს თქვენ ხართ ქალბატონებო, ვინც თქვენ ახლა მემიყურებთ და ამ ადამიანს თქვენთან მოჯაჭვულობა აქვს. თქვენზე უძილობა აქვს ამ ადამიანს. პასუხისმგებლობის აღება უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ტყუილებია მისგან, ძალიან ბევრი დაფარული სიტუაცია გაქვთ მისგან, რაც თქვენ არ იცით, ძალიან ბევრი რაღაც საიდუმლოებებით სავსეა ეს ადამიანი, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის იბრძოლებს. თქვენს გამო ეს ადამიანი იბრძოლებს. თქვენს გამო ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს. გამბედაობასაც გამოიჩენს. არ ვიცი, ძალიან ისეთი ენერგიებით სავსე ჩანს. კი, თქვენს გამო იბრძოლებს, ამბობს ამას. დატოვებს თუ არა მეორე მხარეს? დატოვებს. ამბობს, რომ დატოვებს. კი, დატოვებს მეორე მხარეს. არა აქვს მნიშვნელობა მეგობრებო, ეხა ეს მშობლებთანაა, დედმამიშვილებთანაა, ნათესავებთანაა, რა გარემოშიც იმყოფება თქვენი პარტნიორი, იმ ტერიტორიას დატოვებს და მოვა თქვენთან. იმედია ხედავთ, რომ მოსვლის კარტი, როგორ ჩანს, მოსვლის კარტი თავისი ოცნებებისთვის და ბალანსის შესანარჩუნებლად მოვა. მოვა იმპერატორ ქალთან, რა თქმა უნდა, მეგობრებო. მოვა მოსაგებად, მოვა გასამარჯვებლად, მოვა მოსალაპარაკებლად, მოვა ემოციებით, მოვა სიყვარულით, მოვა დასასვენებლად. დატოვებს. აუცილებლად დატოვებს. კიდევ რისთვის მოვა მეგობრებო? კიდევ რისთვის მოვა? როგორ მინდა რომ ყველა კარტი ჩანდეს? კიდევ რისთვის მოვა?
ბრძოლისთვის მოვა, ძალა აქვს ამ ადამიანს, ძალა უნდა თქვენგან მეგობრებო. თუმცა მთვარეშია და ყვავებშია. მოვა კი, მოვა, იმიტომ რომ თქვენ ხართ სტაბილური ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან კეთილგონიერი, იმიტომ რომ თქვენით ეს ადამიანი ასაზრდოებს თავის მიღწევებს, თავის აი რო ვთქვა, რესურსებს. თქვენ ხართ რესურსული ქალი მისთვის, რესურსული ადამიანები. მაგრამ ძალიან ბევრი მოგატყუათ ამ ადამიანმა. კი, რაღაცას მან თვითონვე დაუსვა წერტილი. ამბობს ასე. აი თვითონვე გააფუჭა საქმე და თვითონვე მოვა. თვითონვე გააფუჭა საქმე თავისი ტყუილებით და თვითონვე მოვა. ელოდეთ ამ ადამიანს მოულოდნელ, ამ ადამიანის მოულოდნელად გამოჩენას თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, ორ ვადაში. ან ორიანებთან აქვს კიდევ კავშირი ამ ადამიანს, ორი სამსახური, ორი პარტნიორი, ორი მანქანა, ორი ნომერი, ორი ტელეფონი, ორიანები დაბადების წელი თვე და რიცხვში. აი რაღაც მსგავსი მეგობრებო კი. მოვა შემოთავაზებებით, მოვა მოლაპარაკებებით, მოვა აი შემოგთავაზებთ გვერდში დგომას დახმარებას, აი ყველანაირ მდგომარეობაზე შემოგთავაზებთ დახმარებას მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ცხრიანების თასი, ნუ რა გააკეთოს, თქვენ ხართ მისი მთელი სურვილები, მთელი ოცნებები, მთელი რიგი წარმატებები, აი თქვენ ყველაფერი ხართ მისთვის. მოდი და ამაზე ფიქრობს, აი ფიქრობს მეგობრებო. ამ ყველაფერზე ფიქრობს. ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება აქვს თქვენსკენ მისაღები და უნდა რომ აი ეს ყველაფერი იცევ ბედს დაუკავშიროს და მოვიდეს სიყვარულით მოვიდეს. გამოვიდეს, აი ძალიან დიდი გულისწყენა გაქვთ ამ ადამიანიდან მეგობრებო. თუმცა სამყარო ჩაერია ამ ყველაფერში და ეს ყველაფერი აქამდე მიიყვანა, რომ ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დაეყენებინა ჩემო მეგობრებო. კი და ამ ურთიერთობაზე იმუშავებს. მოდი ახლა მე უცებ გავაგრძელებ ჩემი მეორე დასტით და ნახოთ ახლა აქ რა ხდება. ნახოთ რა ხდება. დატოვებს თუ არა მეორე მხარეს და რას გააკეთებს ამისთვის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. აი რას გააკეთებს ამისთვის. თქვენთვის რას მოიმოქმედებს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. სამყარო შეზანზარდა უკვე ამის გამო მეგობრებო, დაკონკრეტდება კონკრეტულად, დაგიკონკრეტებთ მის მეგობრებო საქციელებს. აი უკვე, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა, იმიტომ რომ აქ იყო გულის გატეხვა. აი დროის დაკარგვაც აღარ უნდა თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს მეგობრებო. თქვენ გქონდათ ძალიან კონფლიქტური სიტუაცია და ამ სიტუაციას გამოასწორებს, მოგწერთ. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მოგწერთ. აქ კიდევ მაჩვენებს, რომ იქნებ რაღაცას ხელით აკეთებდეს. ან იყოს მწერალი ეს ადამიანი, ან მხატვარი იყოს, ან მუსიკოსი იყოს. რაღაცას ეს ადამიანი ხელით აკეთებს, რაც ძალიან კარგად გამოსდის მას. და კიდევ ამბობს იმას, რომ თქვენ ეს ადამიანი აუცილებლად შეტყობინებას გამოგიგზავნით. ამ დროში ეს ადამიანი ფიქრობდა თავის სიტუაციას თქვენდამი, აი ფიქრობდა თუ რა დაკარგა, აი ეს ყველაფერი გაანალიზა ამ მარტოობაში, ამ დაშორებაში, ამ ფარულობაში და ამბობს, რომ ეს იყო ანუ ეს დრო მან გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ტკივილები მოეშუშებინა, ამბობს ამას და მოკლედ აი შეევსო ეს დაკარგული რესურსი. აი ამ დროში მან შეივსო ეს დაკარგული რესურსი, ძალა მოვიკრიბეო, ამბობს, ეს ყველაფერიო გადახარშეო რო იტყვიან და კი და ამ ყველაფერმა ძალიან დაეხმარა იმაში, რომ მეგობრებო გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. თქვენთან მოსასვლელად მეგობრებო. ძალიანაც კარგი. კიდევ რას მოიმოქმედებს? მოიმოქმედებს იმას, რომ ეს უკვე დასასრულია და აი მე აქვე დავამთავრებ, იმიტომ რომ მეტი ალბათ არ უნდა იცოდეთ და ამ ყველაფერს არავის აღარ ეუბნება უკვე ჩემო ძვირფასებო, ეს უკვე არის დამალული თქვენთვის, უბრალოდ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან ამ ყველაფერს, თუმცა მე ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ ელოდეთ მისგან აი ესეთ რაღაც დაფარულად ნაბიჯებს და წერილებს, მესიჯებს, შეტყობინებებს, მოსვლას, გადაადგილებას, ჩემო ძვირფასებო, მოდი ვკითხოთ კარგს, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. არაფერი, ასხივეთ და იყავით ბედნიერები და დაელოდეთ მის ამ რაღაც გაურკვეველ სიტუაციას, თუმცა კარგისკენ. მე კი ბედნიერ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას.